2020 წლის Yamaha Bolt 150. გვაქვს დაახლოებით 50-დან 55 ცხენის ძალამდე 80 ნიუტონმეტრი ბრუნვის მომენტი, იგივე თორქი. წონა არის 257 კილო. წინა დისკი არის 19-იანი, უკანა არის 16-იანი. ამ კონკრეტულ მოდელს შეცვლილი აქვს დისკები და სპიცებიანი დისკები უყენია, რომელიც კარგი დამატება არის. ქარხნიდან არ გამოდის სპიცებით, სხვანაირი დისკები აქვს და ეს ბევრად ლამაზი და უფრო old school-ი არის. თვითონ მთლიანი ბაიკიც ძალიან old school სტილში არის გადაწყვეტილი. ჰაერის გაგრილება არის. 2014 წლიდან Yamaha-მ დაიწყო ამის გამოშვება, რომ გაეწიათ კონკურენცია Harley Davidson სპორტსტერებისთვის. გვაქვს ეგრეთ წოდებული mid კონტროლერები. ანუ აი ეს შუა ფეხის დასადებები არის შუაში. და არა წინ, როგორც ძირითადად კრუიზერებზე არის ხოლმე. ჩემთვის, ჩემი სიმაღლისთვის ეს ცოტა არა კომფორტულია. იმიტომ რომ აი თუ მინდა რომ უკან გავიდე, წვივში მხვდება. ერთი და მეორე ჯდომის დროს დაბლავზი ვარ ჯერ ძალიან და კიდე ფეხი მაქვს ძალიან მოღუნული. ეს კომფორტული ჯდომა არის ძალიან ჩემთვის, ჩემსაც ესე ვზივარ დაახლოებით, მაგრამ იქ მაღლა ვარ და სხვანაირად არის იქ უფრო რა. სადღაც მეტრი და 84-95 ვარ სიმაღლეში. და ზომას შეგიძლიათ შეხედოთ, როგორ გექნებათ ჩემ სიმაღლე თუ ხართ ან დაახლოებით ჩემ სიმაღლეში თუ დადიხართ სიმაღლეში, მაგრამ არაფერი ზედმეტი არ აქვს ამ მოტოციკლეთს, არის ცარიელი მატორი და თავისუფლება. დაჯექი, წადი, არც ABS-ი არის, არც traction control-ი, არანაირი ტექნოლოგია არ დევს შიგნით. თქვენა კონტროლებთ თავიდან ბოლომდე მოტოციკლეთს. მაგასაც თავისი ისა აქვს, მუღამი, ასე ვთქვათ. როცა მარტო შენ და მოტოციკლეტი ხართ გზაზე და არანაირი კომპიუტერი არ გიწყვიტავს, რამდენს მისცემს გაზს და რამდენს დაგიტორმუზებს და ასე შემდეგ. ცალკე შეგრძნება არის ეგ ჩემი აზრით მოტოციკლეტზე. Harley-ს შევადარებდი, მაგრამ დიდი გამოცდილება არ მაქვს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა სტერზე, რომ ზედმეტად ვიბრირებს ჩემთვის, არ არის საჭირო ეგეთი პატარა მოტოციკლეტი მაქვს, ხელა ვიბრაციას გაძლევდეს. აი ამის ვიბრაცია არის ზუსტად საკმარისი იმდენი არის, რამდენიც საჭიროა რა. რომ იგრძნო თან რომ მოტოციკლეტზე ზიხარ და თან კომფორტულად სიარო და არ იყო ესე რაღაცნაირად. ძალიან კარგად დადის. საკმარისზე მეტი არის ჩემი აზრით ეს ძრავი. ქალაქისთვის, რისთვისაც არის შექმნილი ზოგადად ეს მოტოციკლეტი. ბევრად გამძლე არის, ბევრად იაფი არის მოსავლელად. მე მგონი ფასშიც სხვაობა არის ქარხნიდან, მე მგონი სადღაც $8500 ღირდა თუ არ ვწდები თავის დროზე ეს მოტოციკლეტი. ეხლა არ ვიცი და არ მინახავს მართალი რომ გითხრათ. ამ მოდელს შეცვლილი აქვს სახელურები კიდევ კონკრეტულად ამ მოტოციკლეტს. დამატებული აქვს სისიბარი, რომელიც წეღან ჩანთან მქონდა, ჩამოკიდებული და ძალიან კარგად შეგიძლია ჩამოკიდე უკან ზურგჩანთა, ზურგზე აღარ გაქვს მოკიდებული და ძალიან პრაქტიკული არის. სტოპი რომელიც აქ იყო, თავისი სტოკი არა აქვს და გადმოტანილი არის გვერდზე სანომრესთან ერთად. ჩემი აზრით უხდება. აქ LED-იც მოუხდებოდა, სტოპი და ციმციმა აქ რო ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. მე ძალიან მომეწონებოდა. სკამი არის საკმაოდ კომფორტული, გამიკვირდა. არ არის ეს სტოკის სკამი, შეცვლილი არის, მე მგონი, იმიტომ რომ მყავდა მეც ერთ რამოდენიმე თვე Bolt-ი და სხვანაირი მასალა იყო, ეს სხვა ტყავი არის. ფორმაც ცოტა სხვანაირი აქვს. ძალიან კარგად ვიჯექი, მოკლედ არ შეუწუხები ვარ, ძალიან კომფორტული იყო, არ მეგონა რომ ცოტა შევწუხდებოდი, მაგრამ ძალიან კარგია. საკმაოდ მშვენიერი და კარგი ტორმუზის სისტემა დგას, მუხურჭის სისტემა ბოდიში. შეცვლილი გვაქვს მაყუჩი, გაჩვენებთ. არ ვიცი რა ბრენდი არის, რა არის. კარგი ხმა აქვს.
ისე გამოიყურება. სპიცებიანი ძალიან უხდება რა. აი, ჩვენი ბოლტიც. ნახოთ 0-დან 100-მდე. ძალიან სასიამოვნო ბაიკია. გზაზეც რო გახვიდეთ სადმე, იმდენი ძალა გაქვთ, რომ ჩვეულებრივად გადაასწროთ მანქანას, ძრავი არ გაიხევა შუაზე. გვაქვს 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. ჰარლისთან შედარებით ჰარლი ძალიან ხმაურობს ძრავი რა, რაღაცა მეხუთეში რო ხარ და მიდიხარ, იხევა მერე ძრავი. ამას არ აქვს ეგ პრობლემა. უფრო წყნარად და მშვიდად დადის, იმიტომ რომ 950-ია მაინც ის 883 არის რა და საკმაოდ მობილური არის და დამყოლი. კარგი მანევრი აქვს ძალიან. მრიელად დადის. რადგან შუაში გვაქვს ფეხის დასადებები, წამოდგომაც შეგვიძლია ფეხზე რაღაცა პატარა ორმოებს და რაღაცებზე გადასვლისას შეგიძლიათ ადგეთ ესე. ძალიან გასართობი მოტოციკლეტი არის რა. მეორე ბაიკად ვიყოლიებდი რა. არ არის ძალიან მძიმე მაინც 250 კილო. დაბლა ხარ ძალიან მარტივია კონტროლი მისი. რა ვიცი, ყველა ტიპის რაიდერისთვის არის შესაფერისი ეს მოტოციკლეტი. ვიტყოდი რომ დამწყებიც შვენივრად გაუმკლავდებოდა მის ძალას. იმდენი ძალა აქვს რომ დაგამტვრიოს რეალურად, მაგრამ თუ ჭკვიანურად ივლი და არ გექნება სულ სწრაფად სიარულის მოთხოვნილება და დაკვირვებული იქნები, ამ ბაიკით შეგიძლია დაიწყო კიდევაც და გააგრძელო კიდევაც მერე იქამდე სანამ არ მოგვეზრდება რა. უნივერსალური მოტოციკლეტია მაგ კუთხით. შეგრძნება არის სასწაულად კარგი. ზიხარ კრუიზერზე თავის ხასიათი აქვს. ფეხის დასადები, საფეხურები მაღალზე აქვს ცოტათან და საშუალებასაც გვაძლევს იმისას, რომ მოსახვევში კარგად გადავწვეთ რა. რა თქმა უნდა, თუ მაგისი სკილები გვაქვს. ძალიან სტაბილური არის რა. მომწონს. ცალი ხელით შეგიძლია ისე ატარო, როგორც არაფერი. ძალიან ბევრ ბაიკზე ეგრე არ არის. ძროხიჩ. ოჰო. ერთი ესეთი არის, ჩვეულებრივი. და არის მეორე კაფე რეისერის სტილში გაკეთებული. უკან ამორტიზატორებზე დამატებული აქვს ბალონები, უკეთესი ამორტიზაცია აქვს. უყენია კლიფონები, ეგრეთ წოდებული საჭის მაგივრად. წინ ხარ ცოტა გადაწეული, აი აქ გაქვს სადღაც ხელი ესე. აქვს ვინდშილდი და უკან ტრაკი აქვს სხვანაირი. მოჭრილი არის რაღაცნაირად. დავდებ ფოტოს, გაჩვენებთ. როგორ მოხდა რომ ლადათი არ არიან ესენი. საკმაოდ რბილი არის. კარგი ამორტიზაცია აქვს ნამდვილად. 8106 მილი აქვს გავლილი ამჟამად ამ მოტოციკლეტს. იყიდება ეს მოტოციკლეტი, მეგობრებო. ვინმეს თუ მოგინდათ ყიდვა, ჩემი სოციალური ქსელები აღწერაში მითითებული არის ქვემოთ და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. ძალიან კარგია. ტექნიკურად არის გამართული თავიდან ბოლომდე, დასერვისებული. დანარჩენი ახლა ამის დამატება თუ მოგინდებათ თქვენ გემოზე ეგ არის. დაჯექი და იარი არის, სხვა არაფერი არ ჭირდება ამ მოტოციკლეტს. პატარა დაშბორდი გვაქვს აქ. სადაც ჩვეულებრივად რა ინფორმაციაც შეიძლება რომ მოგვაწოდოს სხვა ბაიკებმა იგივე ინფორმაციას გვაწვდის. გვაქვს ნეიტრალის მაჩვენებელი
ოდომეტრი და კიდევ აი დანარჩენი რაღაცები რაც აქვთ ხოლმე რა მოტოციკლეტებს. არაფერი განსხვავებული, მინიმალისტური პატარა მრგვალი, ესეც old school კლასიკის ვარიანტში არის გაკეთებული. აქსელერატორი გვაქვს კაბელზე და ეხლა რომ დავჯექი რომ მომყავდა გადასაღებად ცოტა მაგრად უნდა მოუჭირო. ოღონდ ნუ ყველას ეგრე აქვს, მე ჩემსაც რო კაბელზე არა აქვს და ელექტრონული არის, გადაჩვეული ყოფილ ვარ თურმე და ძალიან სასიამოვნო არის სხვათა შორის, ეგეც გაძლევს რაღაცა იმ შეგრძნებას, რომ ცოტა ძლიერად უჭერ და მოტოციკლეტიც გეხმაურება და მიდის ძლიერად. კარგი სიმძლავრე აქვს ძალიან რა. ეხლა რო ვაკვირდები, რომ ზივარ და ვატარებ, რაღაცა აღარ მიშლის, ეთქობა შეჩევა მჭირდებოდა. ეს შუა კონტროლერები რაც არის, ფეხის დასადებები აღარ მიჭირს მაგისტარება. არც ეს ყოფილა პრობლემა. ეს კარგია იმით, რომ მეტ კონტროლს გვაძლევს რა. მოხოვის დროს ასწორებს. რა ვიცი, ხმაც მომწონს. ერთი სიტყვით ძალიან კარგი ბაიკი არის. უკანა მუხრუჭიც მშვენივრად მუშაობს. მეგობრებო, გამოიწერეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ. რის ინახვა გსურდათ, ისევ ვერ გაჩვენეთ, შეიძლება რაღაცა. შემდეგს გადავიღებ აუცილებლად ალბათ Scrambler 950, რომელიც როგორც ვიცი, საქართველოს ჯერ არ დადის და ერთი ცალი არის. რეგისტრაციის დროს ესე უთხრეს. საინტერესო იქნება. და რაც დავაკელი ამ ვიდეოს, მეორე ვიდეოში ჩავატევ იმ ყველაფერს. აბა, კარგად მეგობრებო.